მოვედი რამდენი დავხარჯი არ ვიცი. ეს იმ ვიდეოს გაგრძელებაა რომ წევედი. ჩემი პარკები დამაქვს თან, იმიტომ რომ ასე მარტივად მომაქვს და ხელები არ მეურჩდება. სხვანაირ ყიდვას ვარ ხოლმე მიჩვეული, როცა ჩემი ხრინგვი მანქანა მყავს, ყველაფერს ერთად ჩავყრე ხოლმე და ეხა ვერაფერი ვერ მოვიხერხე. ძირითადად კარგად იცით რომ ყველა მორნობითში უნდა ვივაჭროთ, მაგრამ ფასები შოკი, რაც მინდოდა რომ ამეღო, მაგალითად იქ ვსვავდი შვრიის რძეს, რომელიც ძალიან სასარგებლოა, ყავასთან ერთად აქ 13 ლარი ვარდა. რა ვიყიდეთ? ფრესკოში გამექცა, ვცდილობ ხოლმე რომ არ გამექცეს, მაგრამ ხანდახან გამექცევა ხოლმე რა და მე ძალიან ნერვიულობ. 80 ლარი გადავიხადე ფრესკოში, მაგრამ ხორცი ვიყიდე და არ წუწუნებ. ეს პური მომწონს, კეთზე გამომცხვარი პურია. 3 ლარი ღერს, ცეხვილი. და ძალიან გემრიელია და იმდენად მომჟავო და ნოყიერია, რომ ცოტას ვჭამდა, რატომღაც მომინდა რომ დღეს შემეძინა. კინოა, რომელიც მინდა რომ ვჭამო. თან ძალიან მინდა რომ ვჭამო და შევიყვარო ყველა ის ბურღული, რომელიც ჩვენ ნაწლავს ჭირდება და მისთვის სასარგებლოა და ამინომჟავებს შეიცავს და მინდა რომ სასარგებლო რაღაცები ვჭამო და ამ ცომის სიყვარულს ნელ-ნელა შევეშვა. ყოველ შემთხვევაში ჯერ სურვილია. ჩია, რომელსაც ყოველ დილით მივირთმევდი იქ და დილით რომ გავიმზადებ საუზმეს, გაჩვენებთ. ხილი ჭირდება და ხილი არ მეყიდია. ხუბაბუბასკევი. ტუალეტის ქაღალდში დავზოგი მხოლოდ ფული. ხორცი ვიყიდა 28 და 50 ღირი და საქონლის არის. ბატგრაპაო უნდა გავაკეთო. არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არ ძალიან გემრიელი საჭმელია და იმისთვის ვიყიდა. ფასტაკლებაშია და ჩემი ძაღლიშვილი სხვა ყველს არ ჭამს და 16 და 50 ლარი მარტო ამას მოუწია. პრინციპში სულ გუნს რო ვყიდულობთ, მაინც ასე უწევს. ფასტათმობაში იყო და 10 ლარი ღირდა და რა თქმა უნდა წამოვიღე. ჩემს მაგინატოში მოდუღებულ ყავას არაფერი ჯობია. სკირი, თუ რა ქვია, იოგურტი? მე მგონი სკირია, ანუ გაწურული მაწონი, მანგოთი და კეია. 1 ევრო და 2 და მე 9 ლარი მივათხლიში. კარტոշი უნდა გავსულიყავი. ხარისხის ტრადიცია რაღაც ახალი შემოსულა, რაც მე არ ვიცი, ან მე არ ვიცოდი. ყველითო ფასტათმობაში იყო. ქერი, იგივე პერლოვკა. ეს ვისითმა გაქვს. ერთ დროს მიყვარდა მოვძებნი რეცეპტებს და იმდენად ბატიბუტის ბურთები ვითარი, რომ სიამოვნებს და მიყვარს და სასარგებლო რაც მთავარია. 20 ლარი და ხა რა მინდა, არ მინდა რომ გადავიხადო ფული. კოშმარია რა, რეფიცებით აღარ ჭამა არ მოგინდება და მე გუშინ. ეხლა არის რომელი საათი? 8:09 და მე გუშინ 2 საათიდან მშიერი ვარ, ვაფშე საერთოდ არაფერი მიჭამე ყავის გარდა შვენიერი შიმშილი გამომივიდა. შემდეგ ვიყიდე ბოსტნეული. რომელიც საკმაოდ კარგი ბოსტნეულის მაღაზია გვაქვს და ნორმალური ფასი და სულ გადავიხადე 19 და 20 თეთრი არ მახსოვს.
კარგი პომიდორები, ბუნთულა. რამოდენიმე ბულგარული შეერიგოვა. გემრიელი სტაფილო ახალგაზრდა. კიტრი ეჰანი და ციტაკა წარე ცხარე. პირველად ვეღარ ახალი კარტოფილი, იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე, მგონია რომ სუნიტრატია თავიდან და ამ დროს უკვე სანამ დასრულდება ვჭამ. აუჩაღებ და 6 ვარ, ეხლა შეერკვიცა უბრალოდ ვერ შევჭამ, თორე ნერწყვები მომდის. მარწყვი აღარ დამოხდა, რა თქმა უნდა, ვინ დამახვედრებდა შუაღამისას, რომ მოვრჩმე სახლის დაალაგებას და მერე მოვინდომე რაღაცეების ყიდვა. სად არის ესე ვინ მელოდება? ღამე ესე მესმის ხოლმე. ეს აქ იოში ვიყიდე ავოკადოები და ერთ ცალს მოვწე 4 ლარი. ზუსტად ლავარი გადავეხადე და 2 ცალი ლიმონი. კიდევ რომ ახრაშუნოს. ეს ჩემი საყვარელი ტკბილაულია. ფასტათმობა შეიყო და შევიწინე fix price აქვს კიდე jubileinoes სანგიურიელი ესეთი რა. ეს არის თუ გაგიჟდები გეფიცები, კარტოფილი დაუჩო, ხოლმე გადადებული. წავედი, გავაკეთოთ ახლა სადილ. ივალაკო. მომეძინა, ძალიან გადავეცე. მოკლედ გავამზადოთ პატკრაპაო, რომელიც არის ტაილანდური კერძი. მე მიყვარს ტაილანდური სამზარეულო და ბედნიერი ვარ რომ ვეზიარე. და მოვიხილე. პად არის შემწვარი, კრაპაო არის ტაილანდური ბაზილიკი, რომელიც ძალიან გემრიელია. სამწუხაროდ ბაზილიკი დამავიწყდა რომ მეყიდა და თურქული თაიმინი კეიკი რაღაცა ჩვენებური ბაზილიკი გავკეთოთ. აქ მემჭირდება ცოცხალი ჯინჯერი, მაგრამ ვინ მოგცა? არ არის. ამიტომ სადღაც მაქვს მშრალი. ვაიმე, აქ. სადღაც ყველაფრისთვის თამცხელა ხალხო. ბრინჯს ხარ. დავჭრათ ნიორი. ცოტა მუქართულო პატკრაპაო გამოვა, იმიტომ რომ არ მაქვს სრული ინგრედიენტები. დარწმუნებული ვარ ნიკოლოს ძალიან მოეწონება და მე ვიყიდე ზუსტად იმას, რაც ჭირდება. ძალიან ცხარი გავაკეთო? არა? საშუალო სიცხარის? ბოდიშ ვეხტი. ზეთი არ დავინანოთ, იმიტომ რომ ცხილში უნდა იჭიბჭიბოს, თან ძროხა მაქვს, მე 2 ჭირდება იდეაში.
ნიორი, ჯინჯერი და წიწაკა უნდა მოიწყოს, რომ ბოქში, რა თქმა უნდა, მე ვოკის ტაფა არ მაქვს. არა, ჩემი გასარკევებული გასქურა. ხუი, ბლინ. წიწაკა. ჯინჯერი. უკვე საოცარი სუნობს. ეს მზადაა. მე მინდა რომ გაზი გავხეხო ეგრევე. ბევრი არ გადმომსვლია, ყველა ვწუწუნებ. ჩიჩი. ანუ გჭირდება ფარში. უნდა დაწვათ ნიორი. არ მე არ მომწონს დამწვარი ნიორის გემო. ვეღარ გავხსნი და დავეწვევ. ამაზე არაფერს არ ვჭრი და პარკი დავდე. არ გამიცოვდეთ. არ მეჩხუბით. მოიშუშე ჩვენი ხორცი, მე ძალიან ბევრი ინგრედიენტებს ვაკლებ. თქვენ შეგიძლიათ ნამდვილი რეცეპტი მოძებნოთ და ისე გააკეთეთ. ვავარდებ სოიოს სოუსს. ჭირდება თევზის სოუსიც. პროცეურის სოუსს. იმიტომ რომ არ მეცხარა. და თინიაც ხეხება. საოცარი სუნობს. ამცენავს, მიყვარს. ასე გავამზადე ბრინჯი.
კარგია რომ ჩემი ტაილანდელი ძალიან ყველა მიყურებს. იჩებიათ და ეს დიდხანს ჭირდება შეგვირაცო ძალიან დიდხანს უნდა შევეცო. შევალაგოთ. ნაუქს საჭმელი ჩვენი გაზი გასახე. მაშინ როგორ? ახლა ცრომე. ის ნაკავში. ოპა. ეს სოია соуსი იყო. ეს სოია соуსი დიკორაში ვიყიდეთ, ხო ჩვენ? როგორ არა ფეხზე რომ დავდიოთ, მე მგონი მაშინ ვიყიდეთ. სუში რო გავაკეთოთ. ცოტა რო გვეძვირა, მაგრამ მაინც რო ვიყიდეთ. დერმოვასწარი. შეიბროწა. სულ გაკოჭელი მაქვს ეს თავი და დღეს რატომ მაქვს ეს თმები წამოყრილი ჩემი დალალები ხო არ ვიცი ეს არის სიყვარულით მთელი გულით მომზადებული ტაილანდური კერძი პატკრაპაო, რომელიც ნახევრად წნორულია, ნახევრად სახურე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელია. კომენტარს არ გაგვიკეთებს მაინც, დროებით. ვერ მოვისვენე. მე ხო არ ვერ კარგად. გავხეხე ცხელი გასქურა. მოვაწესრიგე. ჩემი ნიჟარა. გავანიავე სახლი. კაკუნი გესმით, ეგემრიელა და ჩემთვის ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ შვილს აჭამო ღორივით ის ძალიან დაღლილი ვიყავ მართლა ფეხზე ვერ ვდგები და სახეზეც მეტყობა, იმიტომ რომ დღეს ძალიან დავიღალე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზრუნვა. თუ შენ შვილს აჩვენებ, რომ შენ ეს არ შეგიძლია, მაგრამ აკეთებ. კიტრიც მქონდა, პომიდორიც მქონდა და შემეძლო ძალიან ჩვეულებრივ შევსულიყავი საძინებელში დამეცინე და მეთქვა რომ შენით გაიკეთე. რაც გინდა გაიკეთე ახალი კარტოფილით ხომ აქვს. ანუ რაც გინდა ჭამე. თავი ზრუნვა და მე ისე მსიამოვნებს ეს ყველაფერი. მაგრამ უკანაც ვიღებ. დროებით.